მოგესალმებით მეთევზეებო, ჩვენო მაყურებლებო, მოკლედ მივდივართ ახლა კოდის წყაროს ტბაზე, მესამე ტური იწყება. ჩვენთვის უცხო ტბაა, არასდროს არ ჰქონია მაგ ტურნირები, ძალიან საინტერესოა, ახალი გამოწვევაა. ნახოთ მოკლედ როგორი იქნება, რა სიტუაცია, ყველანაირად მზათავართ, ძალიან მომზადებულები მივდივართ. იმედია, კარგულებს ავიღებთ. გზად ახლა გორის დრაივში შემოვიარეთ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდხნიანი გზა არის, ცუდი გზა არის და გზად ახლა უცებ შევჭამთ საჭმელს, ახლა არის დილის 7 საათი და დაახლოებით 1 საათში ვიქნებით უკვე ტბაზე. არ ვიცი რამდენად აღქმადი არის კამერაში, მაგრამ იმხელა წონას ვადებთ ხოლმე, რომ უკანა მხარე უკვე დაწეული აქვს ხოლმე ვრანგლის, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური ამორტიზატორები ვიყენია, მაინც ძალიან დიდი წონის დადება გვიწევს ხოლმე, წყლები განსაკუთრებით დასაკვები ძალიან მძიმეა. ეს ტბა, სადაც მდებარეობს, არის თებში არის და კოდის წყაროს ტბა და პატარა შვეიცარიასავით არის, ისეთი ლამაზი ბუნება არის, რომ იშვიათად ესეთი ადგილები, ესეთი ტბები ეს ადგილებში რა, სადაც კობრი არის. ზემოთ თებში არის ლამაზად ჩაკარგული ეს კოდის წყაროს ტბა. ორი მისასვლელი აქვს ამ ტბას. ერთი არის შუალოდ ხაშურიდან და ერთი ხცისის გადასახვევიდან. ბატონო, ჩვენ ცოტა უფრო გრძელი გზიდან მივდივართ, იმიტომ რომ ჩვენი მანქანა ვრანგლერი დიდი საბურავები რო უყენია, იმ ხიდზე ვერ გავდივართ კარგად და მოკლედ ამ თებში არის ეს ულამაზესი კოდის წყაროს ტბა. მოკლედ ჩამოვედით ტბაზე, კენჭისყრა იყო, ეხლა ვიწყებთ უშუალოდ გაშლის პროცესს. მოვხდით მერვე სექტორში, შუა სექტორში. საკმაოდ საინტერესოა, რას ვიზავთ შუიდან. სხვა დანარჩენი უშუალოდ პროცესში დავამარკერებთ, ნახავთ ეხლა სიღრმეები როგორია, რა ხდება, თუ არის ცვალებადებსკერი ან რამე და ნელ-ნელა ყველაფერს შევისწავლით. დავამარკერეთ ეხლა ჩვენ ეს კოდის წყაროს ახალი ტბა და მინდა გაჩვენოთ რა ტაქტიკით თევზავთ ახლა, იმიტომ რომ კომენტარებში იწერება ხოლმე და გთხოვენ ხოლმე, რომ მაქსიმალურად ავხსნათ ხოლმე ჩვენი ტაქტიკა. ეს არის მარკერის რუკა, როგორც ხედავთ, ანუ აქ არის სიღრმეები ჩანს და ეს არის დისტანცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცოტა ქარი ამოვარდა და მარკერი მაქსიმუმ ისრულეთ 157 მეტრზე. ნაპირიდან მოპირდაპირ ნაპირამდე არის დაახლოებით 170 მეტრი, 178 მეტრი და ჩვენ 157 მეტრიდან უკან გამოვყევით, ასე ვთქვათ, მარკერით რა. 157 მეტრზე ხედავთ ჩვენ, რომ ნელ-ნელა, ანუ სიღრმე, ასე ვთქვათ, კლებულობს რა. ანუ 151 მეტრიდან ნელ-ნელა ადის ზევით და სავარაუდოდ რაღაც ესე ავა, უბრალოდ ამის იქით ამ ეტაპზე ქარი იყო და ვერ ვისროლეთ. რაც შეეხება 151 მეტრიდან სადღაც 60 მეტრამდე სტანდარტულად სიღრმე იყო, აი 5 მეტრი პლუს მინუს 5-10 სანტიმეტრი იყო სხვაობა. შესაბამისად, ჩვენ ესეთი რამ გადავწყვიტეთ რა. დაახლოებით 1 კვირის წინ ვიყავით წამოსულები ჩვენ აქ სატესტო სესია გავაკეთეთ ერთდღიანი და იქაც რაღაცები ტესტეთ რა და ჩვენი წარმოდგენით თევზს უნდა უჭირდეს 5 მეტრის სიღრმეში, რატომღაც, ოღონდ არ ვიცი რა მიზეზით უნდა უჭირდეს, ასე ვთქვათ, ან არ ჩადის, ან საკვები ნაკლები აქვს. ლოგიკურიც არის, რომ კობრი ზოგადად 5 მეტრამდე უფრო ურჩევნია, კობრისთვის კომფორტულია მეტრანახევრიდან 2.5-მდე სიღრმეები, მაგრამ რაც გამოიკვეთა წინა ჩვენი გაზრდიდან, ასე ვთქვათ, 5 მეტრამდე ნაკლებად იყო თევზის აქტიურობა. შესაბამისად, ჩვენ რაც გადავწყვიტეთ არის ის, რომ რადგანაც აი აქედან იმატებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კობრი სადღაც 3 მეტრის სიღრმეზე უნდა მოძრაობდეს რა.
შორტ დისტანციაზე 3 მეტრის სიღრმე სავარაუდოდ იქნება სადღაც 150-155 მეტრიდან, მაგრამ ამ ეტაპზე რადგანაც ვერ ვისროლეთ ჩვენ მარკერი, არ შევეცადეთ, რომ უფრო შორს წავსულიყავით, ამიტომ ავარჩიეთ ჩვენ დასაკვები წერტილი 130 მეტრი და ჩვენი ლოგიკა არის ესეთი, რომ ამ რადიუსს დავყვებოთ 5 მეტრიდან, რადგანაც მოდის 5 მეტრი, რადგანაც არის სიღრმე, ვფიქრობთ, რომ ჩაყრილი საკვები დაახლოებით 5 მეტრის რადიუსში მაინც უნდა გაიშალოს. შესაბამისად დაიკვებება საორიენტაციოდ 126-დან 114 მეტრამდე. ერთი სატყუარა მოვათავსეთ აქ და მეორე მოვათავსეთ 135 მეტრზე. ჩვენი იდეა ის არის, რომ თევზი თუ აქ მოძრაობს, რაღაც მომენტში აი ამ დაკვებილმა წერტილმა შეება თავისკენ მიიზიდოს. თუ აქ ამოხმარება არ ექნება, ნუ გვაქვს პერსპექტივა, რომ შემდეგ მანძილის მოვუმატოთ და პირობითად ავიდეთ უფრო შორს. რაც შეეხება ახლო წერტილს, ვფიქრობთ, რომ და როგორც გადმოცემით ვიცით, კოდიწყაროში ზოგადად უფრო ნაპირზე იჭირება თევზი. ნაპირზე სიღრმეები, რომ ვნახოთ ჩვენ 40 მეტრიდან უკან, აი მაგალითად 25 მეტრზე არის 3 მეტრის სიღრმე. შესაბამისად ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ 30 მეტრზე დაგვეკვება წერტილი და აი ამ 30 მეტრზე ყვებავთ და ანკესები გვაქვს ჩაყრილი. ერთი 30 მეტრზე, ერთი 35 მეტრზე. დღეს ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამას დავაკვირდებით, ჯერ ზიგები არ დაგვიყენებია. იმიტომ რომ გუნდებით ზიგებს არ აყენებენ ამ ეტაპზე, რასაც უყურებთ, არავის არ უყენია და დღეს გვინდა რომ მაქსიმალურად დავტესტოთ, ფსკერულად თუ დავიჭერთ თევზს. თვალიდან როცა უკვე თევზი შეეჩვევა სპომბების ხმას, საკვებს და რაღაცა, შეიძლება დავიწყოთ ხვალ დღიდან ზიგი დავაყენოთ. ახლა თან კიდე ერთი თემა ის არის, რომ ცოტა ქარი არის და შესაბამისად ქარის დროს მაინც და მაინც არ არის რეკომენდირებული ზიგის დაყენება. მოკლედ აი ეს არის ჩვენი ტაქტიკა ამ ეტაპზე. ესე იგი ძალიან მაგარი ბუნებაა მეგობრებო. აი უდაოდ აი ნახეთ. ალბათ ერთხელ ყველა მეთევზე უნდა ჩამოვიდეს, რომ აი ასეთ ბუნებაში ითევზაოს. ეხლა უკვე საღამო არის, 7 საათი არის და 7 გუნდიდან მხოლოდ ერთ გუნდს ყავს 4 თევზი დაჭერილი. ისინი ცოტამაშორებით განან ჩვენგან. სხვებს ჯერჯერობით არაფერი არ ყავს. აი ესეთ რაღაცას ვაყენებთ. ეს არის ლაზერი. და ეხლა ამის დამიშვება რა არის, გეტყვით. აი რო გახედავთ, ნახეთ. წინ არის ტყე ძალიან ახლოს და ძალიან მაღლა. შესაბამისად, როდესაც დაღამდება ჩვენ მიმართულებებს ვერ დავინახავთ, რა ანუ ზოგადად როგორ ვაკეთებთ ხოლმე, რომ წინ თუ რამე განათებაა ხოლმე, ან რაღაცა გამოკვეთილი ხი არის, ღამე მაგით ორიენტირდებით. რადგანაც ესეთი რამე არ გვექნება, ღამით ჩავთავთ ამ ლაზერს, სანამ დაღამდება ამ ლაზერით მოპირდაპირე მხარეს ავიღებთ წერტილს და ღამე უკვე ამ ლაზერის მიხედვით გავაკეთებთ ხოლმე ასე ვთქვათ, სროლებს. დანაკებო ანკესი სროლისას ახალი მოდელი, აი ესე მარტივ მომრავლებად დაიშალა. საკმაოდ ძვირიანი, საკმაოდ მაღალი ხარისხის. თუმცა 10 წლიანი გარანტია აქვს და ვიმოდეუნებ, რომ შეგვიცვლიან. რა ვიცი, ვნახოთ. ავსტრიაში იყო ნაყიდი და უკვე წერილი გავაგზავნეთ იქ. აი სატყუარები გვეყენა. დიდად. არც ერთმა არ გაამართლა. თუმცა ის გუნდი რომელიც თევზებს იჭერს, ეხლა ჩვენ დურბინით უყურებთ და ტაიგერის სიმინძე იჭერენ და 2 ტაიგერზე და ყოველთვის უნდა ადაპტირდეთ მეგობრებო თევზაობისას და ტაიგერის სიმინძეს დავაყენეთ და ასევე დავაყენეთ 2 ტაიგერიც. დასაკვებზე გვეკითხებიან, როგორი დასაკვები გაქვთო? აი ესეთი არის, ეს არის ერთი ფრაქცია რაც გვაქვს გატარებული ტაიგერი და სიმინდი. მოლოდინი გქონდა მეგობრებო, რომ ძალიან პასიური ჭერა იქნებოდა, პრინციპში ესეც არის, მხოლოდ ერთ გუნდს ყავს თევზი, ყოჩაღინ გუნდს. და შესაბამისად რაღაცა მსგავსი ტაქტიკებიც გქონდა მომზადებული.
ვაკვირდებით მოკლედ სიტუაციას. დღეს დიდი იმედი არ მოქვს, რომ თევზი იქნება, თუმცა ხვალიდან იმედია, რომ ნელ-ნელა წამოვა. ესეთი ლამაზი დილად ენდება კოტის წყაროზე. მოკლედ უნდა იდეალური. წინ ვფიქრობ, რომ საინტერესო ტურნირი უნდა იყოს. გუშინ საღამოს კიდევ ავდექით და დავამარკერეთ, იმიტომ რომ ქარი ჩადგა და 153 მეტრამდე ვისროდით ანკეს. და ესე იგი მეორე ნაპირამდე ჩვენთან არის 164 მეტრი. 153 მეტრზე რო ვისროლეთ, სიღრმე უკვე ძალიან ესეთი სწრაფად ადიოდა. და 3.5 მეტრი იყო. ჩვენასაც უყურებთ ჩვენი მეზობელს, სადაც თევზს იჭერს. მისთვის მოპირდაპირე მხარე არის სადღაც 150 მეტრი. და ჩვენი გათვლებით, კი არა რაცაც უყურებთ, სადღაც 135 მეტრზე უნდა თევზაოდნენ. და ვფიქრობთ, რომ იქაც სიღრმე, რადგანაც ნაპირს მოუყვება, უნდა იყოს 3.5 მეტრი. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ 3.5 მეტრს ჩვენ მივწვდეთ. გუშინ ერთი ექსპერიმენტული ანკესი გავუშვით 155 მეტრზე, სადაც 3.5 უნდა იყოს სიღრმე, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი რეაქცია არ ქონია. მართალია, ეხლა ჩვენ დაკვებით არ ქონდა მაგ ხელაზე, ეგრეთ წოდებულ პათხოძზე ქონდა ჩაგდებული ანკესი, ანუ 130 მეტრზე გვაქვს დაკვებილი. ორი ანკესი გვაქვს, ერთი ანკესი გვაქვს 130-ზე, მეორე 115-ზე და ერთი გავუშვით 155 მეტრზე. რომ აი ამ სიღრმე, ამ შედარებით თხელ ადგილს მივწვდა რომ იყავით, იმიტომ რომ შეიძლება მანდგას თევზი. თუმცა ჯერჯერობით არაფერი მსგავსი არ მომხდარა. გეუბნებით, პატარა შვეიცარია გვაქვს აქ. აი ამბები მეგობრებო, დილის 8 საათია და რა ვამბობდით, რომ ექსპერიმენტალური ანკესი გავაკეთეთ და 155 მეტრზე გავუშვით თქო, ანუ დაკვებილი წერტილიდან 25 მეტრში, აი ამ ზუსტად ექსპერიმენტულმა ანკესმა დაიჭირა კობრი, დაახლოებით კილო 800-ის ფარგლებში არის და ესეთ პასიურ ჭერაში თითოეული აჭერილი თევზი ძალიან გადამწყვეტია, როგორც მინიმუმ 0-დან გადიხარ და უკვე ერთი თევზით ბევრ გუნდს ასწრებ, ჯერჯერობით ესია. ამ ეტაპზე ახლა 5 წუთის წინ კიდე ერთმა გუნდმა დაიჭირა და 3 გუნდს ყავს 7 გუნდიდან თევზი. მეგობრებო, ექსპერიმენტულ ანკეს, მეორე ექსპერიმენტული ანკეს მივუდეთ 156 მეტრზე და არ დააყოვნა ნახევარ საათში კიდევ ჩართმა. მაგარია. მაინც და მაინც ამურის მერე მეგობრებო, ვერ არის მოს ისეთი თევზი, მაგრამ ამ შემთხვევაში ყოველ კილოს მნიშვნელობა აქვს. კაი ამბავი, იგივე დისტანცია, შორეული წერტილი 155 მეტრი. მესამე ანკეს გადავიდეთ და მესამე თევზია. ოპა, გონი ჩათვლადია. აი ნახოთ. იმედია ჩათვლადი იქნება ძალიან გვინდა. არის ჩქარო? არა. ოპა. ნახოთ. აშკარად გუშინდელმა გაკეთებულმა ინვესტიციამ ერთ ანკესში მოგვიტანა ძალიან მაგარი შედეგები. მესამე თევზი დავიჭერეთ, ეხლა ვნახოთ ეს ჩათვლადი არის თუ არა, მაგრამ ფაქტია რომ გავიგეთ ამ ტბას ამ ეტაპზე დაჭირდება. კაია. ეს ცოტა უფრო მორდილია. მე ფოტოც ეს არა 2.28, შვენია. ეხლა მესამე თევზიც ნახოთ და ეგ არის. ორ კილომდე. ესე იგი, როგორც ხედავთ მეგობრებო, ანუ ჩვენმა შორეულმა
გარისკვამ გაამართლა. 3 თევზი ავიყვანეთ ძალიან მარტივად და მალევე. თუმცა, ანუ თევზაობის ტურნირებზე მუღამი ის არის, რომ ოკეი, ეს წერტილი კაია მუშაობს, მაგრამ კიდე გვჭირდება რაღაცა სხვა წერტილების ნახვა რა. ახლო წერტილზე არანაირი აქტივობა არ ქონია და ბოლომდე არ ვკლავთ ამ ახლო წერტილს, თუმცა დრო არის ახლა ზიგისთვის ჩვენი აზრით. ზე გამოვიდა ნახეთ და ზიგისთვის ტბის ცენტრში უნდა გავაკეთოთ ღრუბელი და ერთი ანკესი. ეხლა დროებით საღამომდე მოვხსნით ახლო წერტილს და ამ წერტილს გადავიტანთ ზიგისთვის გაკეთებულ წერტილში. 3 გვექნება იქ, სადაც თევზს ვიყვანთ და ერთი ექსპერიმენტებს ვიწყებთ ეხლა ზიგზე ტბის ცენტრში. და რა გამოვა ხა კიდე ამითი. წარმოდგენა რა გქონდეთ. პირობითად ეს არის ახლო წერტილი და ძალიან შორი წერტილი გვაქვს იქით. ანუ ტბის იმ მხარეს ვკეტავთ ახლო წერტილსაც. მიუხედავად იმისა, რომ საღამომდე ჩვენ აქ ანკეს არ ჩავაგდებთ, ჩვენ აქ მაინც დაკვებას გავაგრძელებთ. ანუ რო წარმოიგინოთ, აქ დავკეტავთ, იქ დავკეტავთ გასასვლელს თევზისთვის, რომ თევზმა მაქსიმალურად ნაკლები მოძრაოს აქეთ-იქით, რომ მეზობლებთან არ მივიდეს და შუა წერტილში, ზუსტად შუა წერტილში გავაკეთებთ ზიგის ღრუბელს და გამოვა რომ რაღაცნაირად გადაკეტილი გვექნება მთლიანი ზოლი. აი ეს არის ესე იგი ზიგის ჩვენი დასაკვები. ძალიან თხელი ფრაქცია, გატარებული ბოილი, გატარებული მარცვლეული და ეს ჩვენი საიდუმლო ზიგის სუპი. ეს მოვასხავთ, რომ ჩვენ გვინდა რომ იყოს ღრუბელი. მასა არის ეს რო ჩავარდება, უნდა გაფხვიერდეს წყალში და ღრუბელი უნდა შექმნას და ზიგის მონტაჟი უნდა დავაყენოთ და დავიწყოთ სიღრმეების ძებნა. ცოტა მზე გამოვიდა, თევზებს ხედავთ, რომ ზევით წამოვიდნენ და ზიგის დროა. ეხლა ჩვენ დავიწყებთ. ეს არის 6 მეტრიანი ზიგი, მაგრამ სიღრმე გვაქვს 5 მეტრი, ამიტომ 4,5 მეტრიდან დავიწყებთ თევზის მოძებნას და აი ამას ფუტკრის იმიტაცია, ჩავარდნილი ფუტკრის იმიტაცია, აი ამ ბილაინის ფერებს გავაკეთებთ სატყუარად და ნახოთ აბა დაждდება თუ არა ზიგზე თევზი. არ ამგონია რომ აქ ზიგზე ვინმეს ανε თევზაოს, ან თევზი დაეჭიროს. ეხლა რა არის ზიგი მოკლედ გეტყვით წარმოდგენა რო გქონდეს. ანუ როცა ტბაში არის ძალიან ღრმა ფსკერი 4 მეტრიდან ზევით 5, 6, 7 და ასე შემდეგ. ესეთ ბორებში, ტბებში და დიდ წყალსაცავებზე ამ სიღრმეებში არის მკვდარი ფსკერი. ასე ვთქვათ და ის ცოცხალი ორგანიზმები, რითიც ბუნებრივად კობრი იკვებება, ფიზიკურად არ არის. ეგრეთ წოდებული მატილი, ბლუდვორმი და ასე შემდეგ კრევეტები ან რამე. შესაბამისად, თევზი მოძრაობს წყლის მაღალ ფენებში. ჩავარდნილ მწერზე, საკვებზე, ქარის მოტანაზე და ასე შემდეგ. ამიტომ ინგლისელებმა თავის დროზე შექმნეს ესეთი მონტაჟი, რასაც ქვია ზიგრიგი, ანუ წყლის ზედაპირიდან 1 მეტრს აშორებ და აკეთებ დიდ სადავეს და იწყებ ძებნას, რომ რა ფენაში მოძრაობს კობრი. ჩვენ ახლა კონკრეტულად წყლის ზედაპირს 1 მეტრი მოვაკელით. 4 მეტრიანი ზიგის მონტაჟი გვაქვს. დავიწყეთ ნელ-ნელა ტემპში კვება და ვნახოთ ახლა სადაც 20 წუთში უწევს შეცვლილ მონტაჟს და ცოტას კიდე დავამოკლებთ, რომ თუ არის შესაძლებლობა, რომ თევზი დადის წყლის მაღალ ფენებში, ვუპოვოთ ის დისტანცია, ის სიღრმე, სადაც კობრი მოძრაობს და იქნებ დავიჭიროთ. ეს იქნება კიდე ერთი ბონუს თევზი და ბონუს მიგნება, ასე ვთქვათ, სისტემის. სხვა დანარჩენი ვნახოთ, მზე უყვარს ისე და სხვათა შორის ცოტა ღრუბლიანი ამინდია. მზე და ის რომ მაღლა ამოდის, რო თბება წყალი, თერმოკლინს ეძახიან, მაგ ფენებში მოძრაობს და მოკლედ დაველოდოთ. მოგეთ ახლა ვამზადებთ კორმს. სტანდარტულად როგორც დავიწყეთ, ისეთი კორმია. აი ესეთი ფრაქციებად ვჭრით, შუაზე ვჭრით. მე ამას მოვასხავთ თავის ლიკვიდს, რომ შეიწოვოს კარგად. 1-2 საათი გავაჩერებთ. მოკლედ ჯერჯერობით ჩვენთან თევზი არ აქტიურობს, ზიგით ვეძებთ სიღრმეებს, მაგრამ ამასობაში ერთ-ერთმა გუნდმა დაიწყო ჭერა. ცოტა ხმამაღლარი ნათქვამია, თუმცა
აიყვანა 2 თევზი და ესეთ პასიურ ჭერაში ზოგადად უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა მიაეჭოთ ხოლმე მეგობრებო სატყუარას, როდესაც პასიური ჭერა არის. დურბინით უყურებდით და დავინახეთ, რომ რონი რიგის მონტაჟი ქონდა და ყვითელი ფერის სატყუარა. ამიტომ ეხლა ჩვენს მუშა წერტილში ავდგებით და საღამომდე, მინიმუმ საღამომდე მსგავს მონტაჟს გავუშვათ. უბრალოდ ერთი დამატებით, აი აქ პატარა ქაფს უყენებ ხოლმე და ეს ქაფი რაში ეხმარება, რომ ეს პოპ-აპი ვერ ერევა ამ ნემსგავს. და აი უყურეთ, რომ ჩავაგრებ. ცოტათი რომ წამოწიოს, უფრო კარგად რომ წამოწიოს, ასე ვთქვათ, ნემსგავი მაგაში ეხმარება რა. საღამოს 8 საათია, მეორე დღის მეგობრებო, იყო დღევანდელი დღის ბოლო აწონები. სამწუხაროდ ჭერა ჩვენ გაგვიჩერდა, ნუ არავის პრინციპში ჭერა არა აქვს. თითოეულ თევზს თუ იჭერენ. ამ ეტაპზე ვართ მეორე ადგილზე, მაგრამ ორი გუნდი ძალიან ახლოს არის, გრამებშია სხვაობა. ველოდებით, რომ გამთენიისას კიდე უნდა წამოვიდეს რა და მანამდე ღამე ან ეხლა საღამოს ურამეს დავიჭერთ, უფრო მე ბონუს თევზებს ვეძახი რა. ამ ეტაპზე მოკლედ გადაწყდა, რომ 4 ვიანკესი დროებით გვაქვს წინ გაწეული, ზიგმა არ იმუშავა დღეს, მაგრამ თუ ზიგისთვის იდეალური ამინდი მაინც არ იყო, იმიტომ რომ აი ღრუბლებში იყო მზე რა, მაგრამ მაინც გვინდოდა რომ გვეცადა. ხვალ ალბათ კიდევ ზიგზე გავაგრძელებთ ჩვენ ექსპერიმენტებს. მაგრამ ამ ეტაპზე 4 ვიანკესი წინ გვაქვს რა. აი მეგობრებო, აი ეს არის ლაზერი. წარმოიდგინეთ, წინ არის უკუნეთი სიბნელე. და აი ეს ლაზერი ნახეთ როგორ სხივს აკეთებს და შესაბამისად უკვე ორიენტირი გვაქვს, სად უნდა ვისროლოთ. ესე იგი, შაბათი დილა გაგვითენდა და მთელი ღამე უთევზობა გქონდა, თევზი არ აქტიურობს სამწუხაროდ. ჩვენ მეზობელობა დაიჭირეს თითო თევზი და ამ ეტაპზე მეორე ადგილს კი ვინარჩუნებთ, მაგრამ 10 გრამით ვუსწრებთ მესამე ადგილზე ვინც არის და ნუ ვაგრძელებთ დისტანციაზე მუშაობას. ერთი ანკეს კიდე შევიწირეთ. ესეთი რაღაც მოვიდა სავარაუდოდ ქარხნული წუნის გამო. ეხლა ზურა საკმაოდ ჩორს კვებავს. ნუ დისტანციაზე მუშაობა სამწუხაროდ ესეთ ჯოხის გატეხებთანაც ასოცირდება ხოლმე. მოკლედ შაბათი საღამოა. არაფერი საერთოდ რეაგირება არ ქონია ჩვენ სექტორში თევზს, ძალიან გაპასიურდა იმ 3 თევზის მერე. ფაქტიურად პიკიც არ ქონია საერთოდ, ძალიან გვიყვარს ჩვენ თვითონ. შუა სიღრმეებში და შუა წერტილებში საერთოდ მკვდარია. არ იჭირება თევზი ფიზიკურად 5 მეტრზე, ანუ სიღრმე რაც არის, საერთოდ არაფერი არ იჭირება. ის 3 თევზი ჩვენ ავიყვანეთ თითქმის მეორე ნაპირზე, ცოტა შედარებით ხელწყალში და ნუ სუტკა ნახევარია საერთოდ თევზი ვეღარ დავიჭირეთ რა. დიდი ჭერით არც ისე გამოირჩევა ტურნირი, თითოეულ აიჭირება აქეთ-იქით, მაგრამ აი ეხლა ისეთი სიტუაცია გვაქვს, რომ ერთი თევზიც კი რეიტინგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რაღაც შევცვალეთ, ისევ ზიგს დაუბრუნდით, შუა წერტილი დავკვებეთ და ვნახოთ იქნებ რაღაცა გამოხმაურება მაინც იყოს. ღამე აი აქაც ვქონდათ 15 მეტრში ჩაგდებული, ეგეც ვცადეთ, მაგრამ საერთოდ რეაგირება არ მოყოლია. ნახოთ მოკლედ როგორ დასრულდება ეს ტურნირი. იმედია რომ რაღაცას დავიჭერთ კიდე და დავამატებთ. ესე იგი მეგობრებო, თევზი არ არის, მაგრამ ნახეთ როგორი კონტრასტია რა. აქეთ არის ქორწილი. აქეთ არის გოგულეთის პლიაჟი. სერიოზული? აქ კიდე
რა კოლა არის და თევს ვერ ვიჭერთ. არ არის. არ არის, შეშა არ არის. თავი ქონა მოწეულ. გასურა. მე გაძლევ სამოყვანილო. გველი მოდიოდა მეგობრებოდა, მეთქი გადაუყევს კომარა. ესეთი რაღაცებით თუ გავერთობით თორე. ასიურობაა ჭერჭერობით თბაზე. ნელა უკვე დაგვიღამდება კიდეც. ტურნირის დასკვნითი დილაც გათენდა დილის 6 საათია და სამწუხაროდ არავისთან არაფერი არ არის დაჭერილი. მათ შორის არც ჩვენთან. ცოტა არ იყოს და მოვიწყინეთ უთევზობით რა. ჩვენი პატარა გველებს საკმაოდ ბევრი არიან, რასაც ვაკვირდები. ოპა, დაიტრია. რა ტიპია ნახე რა, მოინადირა თევზე. რა დაიწყო, მალე კი დაიწყია? ხო. მოკლედ დასრულდა მეგობრებო ტურნირი. ჩვენთვის მაინც და მაინც კარგი შედეგი არ იყო, გავედით მე-5 ადგილზე. ჩვენ ამ ტურნირზე ორი პირდაპირი კონკურენტი ყოლა და სამწუხაროდ ორივე ის ფორა რაც ჩვენ გქონდა ორი ტურის თავზე საკმაოდ დაგვიქაჩეს. ჯამში ტურნირი, ძალიან ცუდი ჭერა იყო ტურნირზე. სულ 31 თევზი დაიჭირა ყველა გუნდმა ერთად ჯამურად, ანუ ეს საშუალოდ გამოდიოდა რაღაც 4-5 თევზი გუნდზე. ჩვენ 3 თევზი დავიჭირეთ, 3 თევზიანები ბევრი გუნდები იყვნენ, მაგრამ აქაც წონება. კი, ყოველ შემთხვევაში, როდესაც ცუდი ჭერა არის ხოლმე ტურნირზე, ხშირია რომ ესეთი შედეგები დადგეს, გულგატეხილები ვართ, მაგრამ დარჩა ერთი ტური და ამ ერთი ტურში სატურნირო მდგომარეობა ისეთი არის, რომ ჩვენ გვაქვს 9 ქულა, ანუ ჩვენ სისტემაში რაც უფრო ცოტა ქულა გაქვს, უფრო კარგი არის. 9 ქულა გვაქვს და ეხლა ამ ეტაპზე ვიყავით პირველ ადგილზე საქართველოს ჩემპიონატში, ეხლა გადმოვედით მეორე ადგილზე და მესამე და მეოთხე ადგილზე ყოფ გუნდებს აქვთ 10 ქულა, ერთ ქულაში არიან, ძალიან ახლოს არიან ჩვენთან და იმისათვის რომ სამეულში მოხვდეთ, მოგვიწევს რომ კარგად ვიყოჩავოთ. მაგრად უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, დარჩით ჩვენთან, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვილაიქეთ ვიდეოები და აუცილებლად ბოლო ტურში მაგარ შედეგს დავდებთ, რომ სამეულში გარანტირებულად მოხვდეთ.